გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი, სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი. Sunflowers-ი არის ადგილი, რომელსაც პირადად მე ვირჩევ და ვენდობი. ყვავილების შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. მისამართი კი მიცკევიჩის 15 ნომერია. ჩვენი კიდევ ერთი სპონსორია გამორჩეული გემოსა და დიზაინის მქონე ღვინო ისტორია. თუ გსურს განსაკუთრებული საჩუქარი, ეს ღვინო სწორედ შენთვის შეიქმნა. დეტალებს აღწერილობაში მივუთითებ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის გვანცა ბარაბაძე. გამარჯობა გვანცა, დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, +20 წლიდან შესაძლებელია თუ არა ნამდვილად ცხოვრების რუკის შექმნა. და მე ძალიან მაინტერესებს შენთან როდის მოვიდა, რა ასაკში მოვიდა პიროვნული განვითარება და რა იყო ის მომენტი, როცა თქვი, რომ აი კი მე ცოდნა მინდა სხვას მივცე. გამარჯობა, მიხარია შენთან სტუმრობა. ზოგადად ეს ფაზები ძალიან აქტუალური გახდა ამ ბოლო დროს, ხშირად ვსაუბრობ ხოლმე და ჩემთან მიმართებით როგორ არის, რომ ეხლა ყოველ შემთხვევაში ამ გადმოსახედიდან ესე უყურებ, რომ არის გარკვეული გამოცდილებები, რომელიც აი როგორც აგური ესე შენდება ნელ-ნელა და რაღაც მომენტში მე მიხვდები, რაღაცას გააცნობიერებ, მაგრამ ეგ არის გზა, რაც გაიარე მანამდე შედეგი მოკლედ იმ პროცესების და პირველად მახსოვს, აი ეხლა უცებ რაც გამახსენდა ეს კითხვა, რომ დამისვი, ალბათ 19-20 წლის ვიყავი. ჩემმა ეხლა უკვე მეგობარმა და მაშინ პროფესიულად ჰქონდა გადაკვეთა ერთმა ადამიანმა მკითხა, რომ გვანცა რას აპირებ შენს ცხოვრებაში რომ გააკეთო და მაშინ რომ წარმოვიდგინო გვანცა არის 19 წლის, რომელიც არის ძალიან ისეთი მხიარული, აი უნივერსიტეტის ცხოვრებაში ჩართული, მაინც და მაინც ახლა სწავლა პრიორიტეტში არ აქვს, მაგრამ თან ცუდათაც არ სწავლობს. აი ჩვეულებრივად მიყვება აი ამ ცხოვრებას და რაღაცა ისეთი გრანდიოზული მიზნები არ აქვს ცხოვრებაში რისი გაკეთება უნდა, აი ჩვეულებრივად მოკლედ. და მახსოვს ეს კითხვა რომ დამისვა, პასუხი არ მქონდა, პირველადად არ მომივიდა პასუხი და ძალიან გაუბრაზდი შინაგანად, რომ მეთქი რას მეკითხება, ეხლა რა უნდა. მაგრამ კითხვას აქვს ესეთი ჯადოსნური თვისება და ვინც არის კოუჩინგში ჩართული ერთხელ მაინც გამოუცდია და მეთანხმება ამაში, შეიძლება იმ მომენტში პასუხი არ გქონდეს, მაგრამ ეს კითხვა იწყებს რაღაცნაირი ფესვების გადგმას და სადღაც რაღაც მომენტში მოდის ხოლმე პასუხი მე ამ კითხვაზე, რომ რა არის, რაც გინდა რომ გააკეთო ამ ცხოვრებაში ზოგადად. 19 წლის ასაკში 20 წლის შეიძლება შემდგომაც ეს ცოტა დიდი კითხვა არის. ხო, რაზეც პასუხი შეიძლება გასცე. და აი 30 წელი რო ახსენე, 30 წელი აი ამ განვითარების, აი იმ გზის შედეგად, რასაც გაივლი ალბათ აი 20-იან წლებში, გაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვა, ეს არის ეხლა ჩემი გზა, რასაც მინდა რომ მივყვე და რაღაცნაირად ის ექსპერიმენტები თუ მიეცი შენს თავს უფლება, რომ სხვადასხვა გამოცდილებები მიიღო, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული და აქ გულისხმობ სხვადასხვა პროფესიებში საკუთარი თავის გამოცდა, სხვადასხვა ადამიანების გაცნობა, სხვადასხვა პროექტების გაკეთებას და მიხვედრას, რომ აი ეხლა ეს ჩემთვის საინტერესოა თუ არ არის საინტერესო, აი 30 წლის ასაკში შეგიძლია რაღაცნაირად თქვა, რომ კი აი ხა ეს მიმართულება არის კონკრეტული, რაც მინდა რომ გავაგრძელო და ჩემ შემთხვევაში აი ამ ერთი პატარა კითხვით დაიწყო, ესე ვიტყოდი და მაგის მერე ეს კითხვა რაღაცა ხშირად სულ მახსენებდა ხოლმე თავს. პირველი პროფესია და ხშირად მithქვამს ეს, რომ ფსიქოლოგიით არ დამიწყია, იურიდიულზე დავიწყე, ჩემი განვითარება, მაგრამ მალევე როცა მივხვდი, რომ ეს ის საქმე არ არის, გამიმართლა იმაში, რომ მეყო სიმამაცე შემეცვალა პროფესია ძალიან ადვილად და გადავედი პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით და აქაც ვიტყვი, რომ როცა ყოფნის ხოლმე სიმამაცე, რომ ჩვენი გზა ავირჩიოთ, ანუ რაც რეალურად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ძალიან გვიმართლებს სწორი ადამიანები გვხვდებიან და მე ძალიან სწორი და კარგი ადამიანები შემხვდნენ ამ გზაზე და ყოველთვის ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავ ხოლმე აი განსაკუთრებით სამაგისტრო პროგრამიდან დაიწყო ჩემი ეს შემოbrunება. ამ მიმართულებით, რომ პირველად იგავიცანი კოუჩინგი და სხვადასხვა ესეთი ფსიქოლოგიური მიმართულებები და იქ თქვი, რომ ეს არის ის, რაც მინდა რომ გავაკეთო. მერე იყო სხვადასხვა ასევე საინტერესო ექსპერიმენტები, რაც გავაკეთე და აი 30 წლის მერე
27 წლის ასაკში ალბათ სრულად გადმოვედი აი ამ მიმართულებით. თუმცა მანამ რაღაცნაირად როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ეს პროფესია არსებობს, სადაც ადამიანებს უსმენ, შეგიძლია მათთან ერთად აღმოაჩინო მიმართულება, რესურსი, თუნდაც რა უნდა საუბრობთ, რა უნდა გააკეთოს თავის ცხოვრებაში და მე მოძებნო გზები ეს ყველაფერი რეალობად როგორ იქცეს და ეს თურმე პროფესიაც არსებობს, რა თქმა უნდა, მე ძალიან გავყევი ამ ყველაფერს და აი 30 წლის ასაკში, 30 წლის მერე, პრინციპში ცოტა ადრე, მაგრამ 30 წლის მერე განსაკუთრებულად აი უკვე ეს ფესვების გადგმას რო დაიწყებ, ხო იცი, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ვითარდები მუდმივად, ამ მიმართულებით ვსაქმიანობ და ასე შემდეგ. მოკლედ ერთი პატარა კითხვით დაიწყო, მაგრამ მე რაღაცა თავისი პასუხები ნელ-ნელა მოვიდა ამ გზაზე. კი, მე როცა პოდკასტი დავიწყე, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენ არ გეტყვით, არ გაგცემთ სწორ პასუხებს, ჩვენ დავსვამთ კითხვებს და ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ესე ერთი კითხვით დაიწყო სრულიად გადატრიალება ჩემი სამყაროს და სრულიად ამოტრიალება, რასაც ქვია, მაგრამ არ იყო შიში იმ ყველაფრის, რაც გემსახურებოდა ის 26 წელი და უცებ 26 წლის ასაკში გადაწყვიტე, რომ მოდი ახლა სრულიად სხვა სფეროში შევალ. როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი ამ შიშს? სხვათა შორის ეს ფაზა რო დაიწყო ჩემთვის, აი რასაც ეს კრიზისი ქვია გამორკვევის, ხო, ეხლა რა გინდა რომ გააკეთო ამ მიმართულებით შენს კარიერაში თუ ცხოვრებაში, მივხვდი რომ ის რასაც ვაკეთებ და კარგად ვაკეთებდი, რასაც ვაკეთებდი, საკმაოდ წარმატებული ვიყავი კარიერულად გულისხმობ, გარკვეული პოზიცია მეკავა, შემოსავალი მქონდა, დავდიოდი ბევრ ქვეყანაში, საინტერესო პროექტებს ადამიანებს ხვდებოდი, მაგრამ რაღაც ეტაპზე ხო ხვდები რომ აი ეს ის არ არის, რაც გინდა მეტი შეგიძლია ან მეტი გამოცდილების შექმნა გინდა, აი რაღაც უკმაყოფილება მოკლედ შემოდის, ხო? კრიზისი არის ერთ-ერთი ეს მაგის მაჩვენებელი, ეს უკმაყოფილება, რომ რაღაცა აღარ გემსახურება, ძველებური არ მუშაობს, მაგრამ ახალიც ჯერ არ იცი. ანუ ახალი არის, რომ კი, მაგრამ მაშინ ეს თუ არ გინდა, აბა რა გინდა? და მახსოვს, რომ აი ეს ფიქრები რო შემოვიდა, ჩემთან ეგეთი გადაწყვეტილება მივიღე ძალიან რადიკალური და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ამან ჩემზე წავედი მოხალისედ და დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ვიცხოვრე ეთიოპიაში. და იქ ვცხოვრობდი და ლექციებს ვატარებდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლიდერობის მეწარმეობის თემაზე და ამ პროექტის მიზანი იყო, რომ მე ამ ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს 60+ ადამიანებიც იყვნენ ამ პროგრამაში ჩართულები, ანუ იქაური წარმომადგენლები შემდეგ თავისი პროექტები უნდა წარედგინათ, მოკლედ ამ სამთვიანი მუშაობის შედეგად. და ეს მთელი პროცესი იყო აი ძალიან გარდამტეხი ჩემთვის. მახსოვს, იქ წავედი ერთი ადამიანი და რაღაც სხვა ადამიანი დაუბრუნდი იქიდან და თან შიშებს რო ამბობ, აი ყველაზე ისეთი პირველი ამ მოგზაურობის გადაწყვეტილებიდან დაიწყო ძალიან დიდი შინაგანი წინააღმდეგობები, იმიტომ რომ მაშინ სახელს ვერ ვარქმევდი, ახლა არ ვიცოდი და ახლა იმიტომ რომ სხეულებრივ პრაქტიკებს ძალიან ვიყენებ და მე თვითონაც სწავლის პროცესშიც ვარ და ვითარდები, ანუ როგორც სხეულებრივი თერაპევტი, ახლა ვხვდები რაზე იყო, მაგრამ მაშინ ხო არ ვიცოდი და ვერ ვხვდებოდი და რომ მივდიოდი, მახსოვს, სანამ ფრენა დაიწყებოდა, სიცხე მომცა 39 მქონდა დაახლოებით, ანუ ფრენამდე და ეს იყო ნერვიულობის შიშის ფონზე და თან რო გეკითხა, ეხლა საერთოდ არ ნერვიულობდი რა, ძალიან ისე ვაჩვენებდი ჩემ თავს, რომ არაფერი კაცო, იქ მივდივარ 3 თვით, თან პირველად არ ჩავდიოდი. არ იყო უცხო ქვეყანა მაინც და მაინც ჩემთვის, მაგრამ ეს მარტო პირველად უცხო გარემოში და აი სრულად იქაურ კულტურასთან ეს პირველი შეხება მქონდა და ამ ნერვულ და ეს შიშის ფონზე, მოკლედ ეს სამხელა სიცხები დაახლოებით 1 კვირა გამიგრძელდა. და რა იყო, იცი რომ ყოველთვის როცა ეს შიში მოდის, არის კარგი საშუალება ერთი რომ დაყვე და მოусმინო და დარჩი ამ შიშში, მაგრამ ბუნებრივად არ შეგვიძლია დიდხანს ამ მდგომარეობაში ყოფნა და ეს ერთი კვირა რომ იგრძელდებოდა, ძალიან ხშირად ვეკითხებოდი ჩემ თავს აი ამ კითხვას, რომ რაზე არის, ახლა რა მჭირს, იმიტომ რომ სახელს ვერ ვარქმევდი, აი იმდენად ცუდად ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა ახლა მაგარ პროექტს ვაკეთებ, საინტერესო არის, რაღაცა ღირებულება უნდა შევქმნა, მაგრამ შინაგანად აი ეს სიახლე და გამორღვევა ამ კომფორტის ზონიდან, რადიკალური გამორღვევა იყო, ხო? ჩემმა სისტემამ აღიქვა ისე, რომ მოკლედ ეს შინაგანი წინა შიშები რაც იყო, ყველაფერი სხეულმა აანთო. მაგრამ პასუხი ამ დროს არის ხოლმე ძალიან ნორმალურია შიში რომ მოვიდეს, მაგრამ პასუხი რას გააკეთებ, აი ეს არის უკვე საინტერესო და მნიშვნელოვანი, ხო? შეიძლება რომ არ მიაქციო ყურადღება ამას, შეიძლება გააცნობიერო თქვა, მაგრამ ეხლა მე ამას ვირჩევ და არა უშავს თუ მეშინია, არა უშავს თუ რაღაცა
წინააღმდეგობა, მოდი აბა ვნახოთ რას მომიტანს და ეს გაძლევს საშუალებას რომ გააგრძელო. თუმცა სამწუხაროდ ხშირად ეგეც ხდება ხოლმე, რომ შიში არის ის, რაც მერე გვაჩერებს რა, იმის მაგივრად, რომ გზა გააგრძელო და როგორც ნიშანი ისე მოისმინო, რომ ეხლა რაღაც სიახლეში შედიხარ და ამიტომ ეშინა და ვარა საინტერესო, აბა ვნახოთ რა ხდება. აი ცნობის მოყარეობა ცოტა სიმამაცე ჩართო, ამის მაგივრად შეიძლება თქვა, რომ არა რა მინდა ეხლა რა შარში გავყავი თავი, მოდი წავალ დავბრუნდები ისევ სადაც ვიყავი და გადავდგა ნაბიჯი უკან. აი თუ ეს გადატეხა მოახერხე, როგორც წესი მერე იწყებს დამშვიდებას და აღმოაჩენ, რომ უბრალოდ ახალ რეალობაში ხარ, ახალ სივრცეში ხარ და აი ამ ახალ სივრცეში რა გააკეთო, როგორ გააკეთო, ხა ეს გმირის მოგზაურობაც გამახსენდა, ხო? აი ზუსტად მაგაზი არის, რომ თავიდან შინაგანად რო ეს მისწრაფება გაგიჩნდება, რაღაცა ძახილი ხმა რო გეუბნება, რომ ეხლა მოდი ეს გააკეთე. ჯერ არ უსმენ ამას, იმიტომ რომ ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, რამდენად შეგიძლია თუ არ შეგიძლია და მე რაღაცა მომენტში ძალას პოულობ, ხო ეს ძალა შეიძლება გაპოვნინოს, ვიღაც ადამიანი შემოვიდეს შენს ცხოვრებაში, შეიძლება რაღაცა ფილმი ნახო ძალიან საინტერესო, ხო ეს მენტორის როლი ჩნდება ხოლმე ამ დროს მნიშვნელოვანი და როგორც კი პირველი ნაბიჯი გადადგი, აი პირველად ლექცია რო ჩავატარე მახსოვს, აი თითქოს დამშვიდ და აი რო გავიხედა ის ერთი კვირა ყველაზე გრძელი ერთი კვირა იყო ჩემს ცხოვრებაში ალბათ, იმიტომ რომ მთელი ერთი კვირა მქონდა მაღალი სიცხეები, არანაირი ვირუსი არ მქონდა ოღონდ. მხოლოდ აი ეს დაძაბულობას ხელში და ის დამშვიდ და ეგრევე წავიდა სიცხე, მოვიდა დაძაბულობა განელდა და მოკლედ მივხვდი რომ ოკეი, არაფერი ისეთი აღარ ხდება, ყველაფერი წესრიგში არის და მერე იწყება, ანუ ახალი საწყისი წერტილი ჩნდება შენ ფსიქიკურ სისტემაში, საიდან შეგიძლია მერე რომ გააგრძელო. ანუ ნებისმიერ შიშს შეიძლება მოყვეს ზრდა? ნებისმიერ შის შეიძლება მოყვეს ზრდა, თუ მოусმენ რაზეა ეს შიში და რას გეუბნება და არჩევანს გააკეთებ არა შიშის სასარგებლოდ, არამედ შენი მისწრაფების სასარგებლოდ, იმიტომ რომ შიში არის სხეულში, ანუ არ უნდა ამას რომ გამოვიდეს ნაცნობი მოცემულობიდან და მისწრაფება არის შენი შინაგანი, ხო ეს სულიერი ნაწილი არის, რომელიც გეუბნება რაღაცა გამოცდილება უნდა მიიღო, აქ მაგისთვის ხარ, რაღაცები უნდა გამოსცადო. ამას არ უნდა მოკლედ, რომელს მოусმენ ეგ შენზეა. და ჩვენ რო ვიცოდეთ რა მარტივია ზოგჯერ ის რისიც გვეშინია, ახლა მე გამახსენდა ჩემი თავი, როდესაც მერაკის დაფუძნება მინდოდა და პირველი პროგრამის ჩაშვება, ესე იგი, გავსივდი, მოვიმატე წონაში დაახლოებით 5 კილო. განსაკუთრებულს მართლა არაფერს არ ვჭამდი, აი საერთოდ არაფერს, მაგრამ მეთქი მიწერე თეონ ამ ადამიანებს, ანუ მე მჭირდებოდა 4 მენტორი, რომლის გარშეც ეს პროგრამა ვერ წარმოვიდგინე. მეთქი მიწერე, ხო, აი გადალახე ეს შიში და თურმე რა მარტივი ყოფილა, ანუ წერ ძალიან მარტივად 4-ვე, არ ვიცი, დამთანხმდა და უითეონა, აი ხო შეგეძლო მანამდეც, აი ერთი კვირა მეც ვტანჯე საკუთარი თავი, გავსივდი, მოვიმატე სადღაც 5 კილო. ერთ კვირაში? ერთ კვირაში მოვიმატე 5 კილო. მეტი თუ არა, ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა, იმიტომ რომ არც კვება შემიცვლია, არც ძილის რეჟიმი შემიცვლია, არაფერი, ნუ მე რა თქმა უნდა მივხვდი რასთან იყო ეს დაკავშირებული, იმიტომ რომ თავიდან როცა რაღაცა ახალ პროგრამას ვუშვებდი, ან სიცხეს მაძლევდა, ან ყელი მტკიოდა, ან რაღაცა და შემდეგ უკვე დავაკავშირე ეს არის ფსიქოსომატური რაღაცა. ის სხეული რაღაცას გეუბნება. ხო, მიკარნახა და მითხრა მოკე ჩემო სხეულმა და ზუსტად მეც მადლიერი ვარ, რომ არ დავნებდი მაშინ. შემეძლო მეთქვა რა სისულელია, ხა ვის უნდა შენი პიროვნული განვითარების პროგრამა, თან პანდემია იყო მაშინ და მივყოლოდი შიშს და არ გადამედგა ნაბიჯი, ძალიან საინტერესოა. გვანცა, ნახე, მე ყველა პროგრამა მაგალითად რაც მერაკში მაქვს ჩაშვებული, საკუთარ თავზე რაღაცნაირად გამოცდილი მაქვს, დატესტილი მაქვს, საჭიროება დავინახე. შენთან როგორ მოხდა ცხოვრების რუკის აი ეს პროგრამა, როგორ შეიქმნა? რა იყო ის, რამაც გაფიქრებინა, რომ ეს სხვა ადამიანებს ჭირდებათ? იცი როგორი რაღაც არის? აი ჩვენ ხო მაგალითად რო გადავავლოთ თვალი ჩვენს განვითარებას, ბაღი, სკოლის, უნივერსიტეტის გამოცდილება გვაქვს და რაღაცისთვის გვამზადებს ეს ყველაფერი, ხო? თითქოს რომ აი რაღაცა წარმატებას მიაღწიო, არ ვიცი, ისწავლო რაღაც შექმნა კარიერულად და ასე შემდეგ, ვის როგორც ესმის ეს წარმატება. მაგრამ რეალურად რო დაფიქრდე, ის რაც ჩვენს
წარმატებას, რეალიზაციას განაპირობებს, ეს არსად არ გვისწავლია. ანუ ეს არის პირველ რიგში ის, როგორ მართო შენი ემოციები, რა პროცესები მიმდინარეობს შენ შიგნით, რაც განაპირობებს იმას, თუ რა რეალობაში ცხოვრობ, ხო, რა გაქვს ურთიერთობებში, როგორი არის შენი კარიერა, შინაგანი მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი შინაგანი სისტემა არის ის, რომელიც ამ ყველაფერს განსაზღვრავს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ბევრი ცოდნა, ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ თუნდაც ეს ცოდნა და ინფორმაცია როგორ გამოიყენოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისევ ამ ჩვენი შინაგანი სისტემის მართვას და პირველ რიგში გაცნობას, ხო, მართვა რო შეძლო, ჯერ ძალიან კარგად უნდა ვიცნობდეთ და ეხლა ეს ფსიქოლოგიაში ახალი ამბავი არ არის, ხო, ვიცით რომ და ჯერ კიდე ფროიდმა თქვა რომ 90% არის არაცნობიერი, დაახლოებით 90% და 10% არის მხოლოდ ცნობიერი. ანუ იმ შედეგებს რაც გაძლევს 10 არის მხოლოდ აქედან, ხო, გააზრებული, რომელიც შეგიძლია რომ სახელი დაარქვა. მაშინ რატომ არის ის, რომ ამ ყველაფერს არ ვსწავლობ და რა შეიძლება გააკეთო იმისთვის, რომ ეს ხელმისაწვდომი გახდეს? მეტნაკლებად ადამიანები, ვინც განვითარებაზე არის ორიენტირებული, ადრე თუ გვიან ამ პროცესამდე მოდის, პიროვნულ განვითარებამდე მოდის, პრაქტიკული ფსიქოლოგიის სხვადასხვა მოდულებზე აუცილებლად მოხვდება, იმიტომ რომ შინაგანად აქვს ეს იმპულსი, თუმცა ესეთი ადამიანები პროცენტულად არიან ძალიან ცოტა, რომ აი ეს მისწრაფება აქვს რა, ხვდება რომ ეხლა რაღაც არ მუშაობს და შინაგანად უნდა ამის ცვლილება, ხო? და უმრავლესი შემთხვევა, თუ არა 90%-მდე ალბათ ადამიანების ესე არ იქცევა, ხო? და არის გამოდის აი იმ გარემოებების, იმ არაცნობიერი პატერნების მსხვერპლი, რაც უბრალოდ არც იცის, რო არ იცის, რომ ის ცხოვრებას მართავს. და ცხოვრების რუკის მიზანი ალბათ ეს იყო, რომ როგორ შემიძლია, რომ მარტივად მივიტანო ადამიანებამდე ის, რა ხდება შენ შინაგან სისტემაში, რა იწევს და რა ქმნის შენს რეალობას და საბოლოო ჯამში მიზანი რა არის, რომ როგორ შექმნა შემდეგი საფეხური ცხოვრების შენთვის მნიშვნელოვან სფეროში. ჩვენ ძალიან ხშირად გვინდა, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთობები, ან ფინანსური კეთილდღეობა, ან კარიერაში წინ წავიდეთ, ან უბრალოდ სიმშვიდე მინდა შინაგანად და ვერასდროს ვერ ვისვენებ. ან დილით რო ვიღვიძებ, უკვე დაღლილი ვარ, ხო? და ამ შემთხვევაში ჩდება მარტივი კითხვა, რომ რა მინდა ამის სანაცვლოდ? ხო, აი რა არის ჩემი შემდეგი საფეხური? შეიძლება კონკრეტული ციფრი იყოს, თუ ფინანსებზეა საუბარი, თუ სიმშვიდეზე ვსაუბრობთ. აღარ მინდა ეს დაღლილი რომ მშვიდად მინდა ვიგრძნო თავი. თუ ურთიერთობებში კრიზისი მაქვს, ჰარმონიული ურთიერთობა მინდა რომ მქონდეს. ხო, მინდა რომ ჩემი ესმოდეთ, მინდა რომ ესმოდეს და რაღაცა კავშირი მქონდეს მეორე ადამიანთან. ხო, შესაბამისად, შემდეგი საფეხური რო ვიცით, ეხლა სად ვარ, რა არის ის გზა, რაც უნდა გავიარო აი ამ პროცესში. ცხოვრების რუკა არის, რომელიც აი ამ გზის დიზაინს გიკეთებს და როგორც ახლა თვითონ ტერმინიც ამბობს, ხო, რუკა რა არის, როგორც მოგზაურს ეხმარება, ხო, რაღაც დანიშნულების წერტილამდე მივიდეს. ამ შემთხვევაში ცხოვრების რუკაც ამას აკეთებს, რომ გაძლევს გარკვეულ მიმართულებებს, ესე ვთქვათ, მაგრამ ეს გზა გასავლელი არის ყოველთვის მოგზაურის, ანუ იმ ადამიანის, ვისაც ეს ხელში უჭირავს, უბრალოდ აღჭურვილი ხარ, სურათი გაქვს, გეხმარება რომ დაინახო ეს წერტილები მონიშნო და როცა რუკა გაქვს უფრო ადვილია, ხო, ჯერ ერთი მანძილი იცი რა გაშორებს, მერე რაზე გაქვს სამუშაო, რატო არ ხარ ეხლა იქ, რა ცხოვრების ეტაპები რა გაიარე, რამაც აქამდე მოგიყვანა და ასე შემდეგ. ანუ ეს ანალიზის საკუთარი თავის გაცნობის პროცესი და რაც ყველაზე მთავარი არის, ალბათ ცხოვრების რუკაში არის მოქმედება, იმიტომ რომ ერთი არის, რომ ჩვენ რაღაცები გავიაზრეთ, სახელი დავარქვი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა რას აკეთებ ამასთან მიმართებით, იმიტომ რომ ხშირად ძალიან ბევრი რაღაცა ვიცით ხომ, ეხლა ადამიანი რო გააჩერო ქუჩაში, შეიძლება გითხრას რა უნდა და ძალიან კარგი იდეებიც გქონდეს, მაგრამ რეალურად რატო არ აკეთებ? აი აქ არის ხოლმე პაუზა. არის ასევე ჩვენ შიგნით ბევრი რაღაცა ფაქტორი, რომელიც აფერხებს ჩვენს მოქმედებას, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მოქმედებაში დავრჩე საბოლოო ჯამში, რომ ეს შემდეგი საფეხური შეიქმნას. ისე არ გამოდის მოქმედების გარეშე, მხოლოდ რაღაცის გაცნობიერებით, რაც არ უნდა აღმაფრთოვანებელი და საინტერესო იყოს, სამწუხაროდ არ გამოდის. თან მოქმედებაც გვჭირდება. კი, ნახე გვანცა არის ხშირად ის მომენტიც, რომ მაგალითად ადამიანმა არ იცის სად არის მისი აწერტილი. და ამ იმასაც ვიგებ მაგალითად სად არის ჩემი ათვლის აწერტილი. ეხლა მე რომ ვავლებ ჩემს ცხოვრებას თავს, მე ჩემი
აწერტილიც არ ვიცოდი, ისე დაკარგული ვიყავი, სად იყო მაგალითად და აწერტილიც არ ვიცოდი და იქ ბეწერტილში როგორ მივიდოდი, ხო, რაღაცა ალოგიკური, ან როგორ უნდა დავიწყო ადამიანმა, რომ ჯერ გავიგო აწერტილი სადაა და შემდეგ რეალურად სად მინდა რომ მივიდე. აი სანამ მაგასთან მივარ, აწერტილთან რომ მივიდეთ. აი წარმოიდგინე, ეხლა ქალაქში მით უმეტეს ეს საცობების პერიოდი ვარ, ბევრი მანქანა მოძრაობს და გზაზე გადადიხარ, აი შუა ტრასაზე გადადიხარ და უცებ გაჩერდი. შუქნიშანი არ არის, ფეხით მოსიარულე და გადასასვლელი არა, აი უბრალოდ გადადიხარ გზაზე და შუა ქუჩაში რო გაჩერდე, რას დაინახავ? საცობი არის, უამრავი მანქანა არის შენს ირგვლივ. ძალიან დიდი ალბათობით სიგნალს, ხმაურს, ძალიან დიდ ქაოსს და რა შეიძლება რომ გააკეთო მაგ დროს? ხო, ვერც ვერაფერს ვერ აკეთებ, შეიძლება გაშეშდე ერთ ადგილას, შეიძლება მოიფიქრო რომ უცებ გაიქცე, მაგრამ მთელი შენი სისტემა არის ჩართული, რომ არ იცის ეხლა რა გააკეთოს. ეხლა იგივე სურათ შენ თუ დახედავ სადმე იქვე ახლომახლო სახლში ახვალ და ცოტა ზემოთ სართულიდან გადმოხედავ, საერთოდ სხვა რაღაცას დაინახავ, ხო? დაინახავ მოძრაობას, სადაც შეიძლება ხმაურიანი გადატვირთული მოძრაობა არის, მაგრამ ხედი განსხვავებული გაქვს, პერსპექტივა გაქვს განსხვავებული. ჩვენ ძალიან ხშირად როცა პრობლემაში ვართ, აი ზუსტად იგივენაირად, როგორც ქუჩაში გზაზე გადახვიდე ისე, რომ არაფერს არ დააკვირდა და მე ამ ხმაურმა ჩაგაგდოს ქაოსში და პანიკაში, ზუსტად იგივენაირად ეს ჩვენი პრობლემები ძალიან ასოცირებულს გვხდის ხოლმე ამ რაღაცაში, ვიწროთ ვიყურებით, ვერაფერს ვეღარ ვხედავთ და მე გვიკვირს, რომ ეხლა აი ამ სირთულიდან გამოსავალიც არ ჩანს. პირველი რაც გვჭირდება ხოლმე ამ დროს არის დისოცირება, ანუ რაღაცას უნდა შეხედო გვერდიდან. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რომ გვერდიდან დაინახო ეხლა სად ხარ და ეგ არის ზუსტად, ხო, ეს ფსიქოლოგიური და კოუჩინგური სამუშაო, რომ დისოცირება შეძლო, შე რომ აი ამ გზაში ხარ გაჭედილი საცობში, არ გესმის დამოუკიდებლად და ვერ ხვდები რა უნდა გააკეთო და თან გარემოც მხარს არ გიჭერს, პირიქით გეუბნებიან, ხო, რაღაცა ქენი ეხლა და რა ვქნა არ ვიცი, იმიტომ რომ ეს გადარჩენის მექანიზმი არის ამ დროს ჩართული. ამიტომ ამ პროცესში, როცა ხელს მოკიდებენ, გვერდით გაგიყვანენ შენთან ერთად, შეხედავ ამ სიტუაციას, მერე იწყებს სახელის დარქმევას. აქაც მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ, ხო? უბრალოდ სირთულე არის მაშინ, როცა ზედმეტად ვარ ამ ყველაფერთან ასოცირებული და დამავიწყდა, რომ სხვა პერსპექტივაც არსებობს და ამ სხვა პერსპექტივას რო დავინახავ, მე ის აწერტილი ძალიან კარგად გამოჩნდება და გეთანხმები მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ ეხლა სად ვართ, უფრო მეტიც დავინახოთ და ვაღიაროთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ერთია რომ დავინახავთ, მე არ ვაღიარებ, იმიტომ რომ ანუ ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ ეს ქაოსი მე შევქმენი ჩემს ცხოვრებაში და არა, მირჩევნია რომ სხვების ბრალი იყოს რა, ესე უფრო ადვილია. იქ ჩემი შვილის ბრალია, იქ ჩემი მეუღლის, იქ რაღაცა გარშემო ხდება, იქ უფროსმა ვერ დამაფასა, ვერ დამინახა. მოკლედ, ყველას და ყველაფრის ბრალია, გარდა ჩემისა და მირჩევნია ამ ქაოსში ვიყო რა, ეგეც ხა უცნაურობა არის თითქოს, მაგრამ გადარჩენის მექანიზმს ურჩენი მარტივია ესე თითქოს იცის ამ სიტუაციაში, ნაცნობია რაც უნდა გააკეთოს და როგორც კი დაინახავ ამ აწერტილს და თან აღიარებ, რომ ხო, ეს არის ჩემი ცხოვრება. ეს ფინანსები მაქვს, კარიერაში აქ ვარ, ურთიერთობებში ესე ვარ, ჩემ შვილებთან ესე ვარ, შინაგანად ესე ვარ, რაღაცა არ გვგრძნობ თავს კარგად და ჯანსაღად, ხო? ეს არის ჩემი ცხოვრება, აღიარებ, მერე მოდის უკვე იქით ბეწერტილი, ანუ რა მინდა ამის სანაცვლოდ. ამას იმხელა ძალა და სიმამაცე ჭირდება და პირველ რიგში აი სჭირდება ამ დისკომფორტში შეცვლა, რომ არაუშავს. ხა შიშები რო ვახსენეთ, რატო არ შევდივართ იცი ხშირად ადამიანები და გამართლება გვირჩევნია, მე აგიხსნი ახლა შენ 1000 ისტორიას მოგიყვები, რატო არ მაქვს ის შედეგები, რაც მინდა რომ მქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ მოქმედება დავიწყო, იმიტომ რომ ამის უკანაც იმალება ეს ჩვენი შიშები და რაღაცნაირი ნიღბები. მე მირჩევნია რომ ჩანდე კარგი, მაგრამ შიგნიდან ვიცოდე რომ არ ვარ, ხა არ მომწონს, მაგრამ რა მოხდა გარედან ხო ესე ვჩანვარ. ოღონდ ეს იმიჯი არ დავკარგო და სიმამაცე ზუსტად მან ჭირდება რომ არაუშავს რა, მთავარია რომ შენ თავთან იყო გულწრფელი და რა მოხდა მერე, ეხლა ჯერ შეიძლება მოიხედე და არ გაქვს ისეთი კარიერა როგორც გინდა რომ გქონდეს. არ გაქვს ისეთი ურთიერთობები როგორც გინდა რომ გქონდეს. აღიარე, რა გინდა ამის სანაცვლოდ, გაბედე თქვი აუცილებლად მოდის, აი უცნაური და საინტერესო და ჯადოსნური არის, აუცილებლად მოდის მამაც ადამიანებთან, აი ის შედეგები, რასაც გაბედავენ ხოლმე და ის მიზნები. უბრალოდ ამის ნება უნდა მისცე შენ თავს. და ამ კურსის პროცესში ადამიანები ბედავენ ამას, რაც მთავარია. კი, ძალიან საინტერესო რაღაცებს ბედავენ ხოლმე, სხვათა შორის
მე თვითონ ვარ ისეთი ადამიანი, რომ გამბედაობა მგონია, რომ ძალიან მაღალზე მაქვს აწეული და ხშირად ერთ-ერთი თემა მე თვითონ რაც დავამუშავე არის, რომ იგივე მოლოდინი მაქვს ყველასგან, რომ აი ვერ ხვდები, რატო შეიძლება არ გააკეთოს, თუმცა ეხლა ძალიან კარგად ხვდები, მაგრამ და თან რა არის, იცი, რომ როცა უსმენ ძალიან ხშირად ადამიანს და ეგეთი მოსმენა მაქვს, რომ ვხედავ იმას, რაც შეიძლება შენ თვითონ ჯერ ვერ ხედავ. ხო, ეს პოტენციალი რა შეგიძლია რომ გააკეთო და შენ თვითონ სანამ ამას არ დაინახავ, სხვა ადამიანმა შეიძლება დაინახოს, მაგრამ რეალიზაცია ხო ამ ყველაფრის შენ უნდა მოახდინო. ამიტომ ჩემი ფუნქცია და როლი ესე მიმაჩნია და ესე ვგრძნობ ახლა, რომ ჩემი ამოცანა და ამ პროგრამის ამოცანა არის, რომ მოგცეს გარემო, ინსტრუმენტები საჭირო და მხარდაჭერა იმისთვის, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო, აი ეს შინაგანი ძალა, მისწრაფება, ერთის მხრივ სახელი დაარქვა, ეხლა სათხარ აღიარო, გაიაზრო რა გინდა ნამდვილად ცხოვრებაში და დაიწყო მოქმედება აქეთკენ ეტაპობრივად. და თუ რაღაც გაჩერებს გზაში, ესეც გააცნობიერო და ამან კი აღარ გაგაჩეროს, არამედ რესურსი, ძალა გახდეს, გაკვეთილი გახდეს შენთვის იმისთვის, რომ მოძრაობა გააგრძელო და კი მე ამ პროცესში ძალიან საინტერესო რაღაცებს ბედავენ ხოლმე ადამიანებს, აღმოაჩენო თურმე არც ისეთი რთული, როგორც კი გაბედავ და გააკეთებ, მე აღმოაჩენო რა ვდარდობდი, ანუ გამეკეთებინა აქამდე. ხო, აბა. აი, ეხლა საუბრობდი და ჩემი თავი გამახსენდა მეც მაგალითად 28 წლის ასაკში იყო აი ზუსტად ეს რომ გავათვიცნობიერე სად ვიყავი რეალურად და სოციალურ ქსელში რომ შეეხედავ ინვეს იფიქრებ და ამას წარმოდებული ადამიანი მეორე არ არსებობსო, იმიტომ რომ თუ კი სადმე ვენაში სწავლობდი ავსტრიაში თუ კი რამე გაერო არასამთავრობო ორგანიზაციები სადმე მოკლედ უფასო პრაქტიკაზე მივიდოდი ერთი ფოტოს გამო თავს გავწირავდი და ყველას მივაღებინებდი, რატო ჩემი ეგოს უნდა და გარეტაში დამსახურება ასე შემდეგ და ძალიან გამიჭირდა იმის აღიარება, რომ ეს ყველაფერი მოგონილი ცხოვრებაა და ძალიან დიდი ტყუილია და განსაკუთრებით 30 წლის რომ ხდები ადამიანი ფიქრობ, რომ გვიან ხო არაა ცვლილება. ხო და გვიან ხო არ არის უკვე ამ ასაკში 30 წლის ასაკში თუ პირიქით. ცვლილება გვიან არასდროს არ არის და ძალიან კარგი რაღაც თქვი. ზოგადად ადამიანებს გვამოძრავებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხო? და ერთ-ერთი, აი თუნდაც იმ წარმატებას რო ვქმნით, ესეც მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ გავაცნობიეროთ და სახელი დავარქვათ, იმიტომ რომ არც მაგაში ცუდი არაფერი არ არის, რომ აი რაღაცისთვის გარე შეფასებისთვის ვაკეთებდი. უბრალოდ სახელი უნდა დაარქვა და არჩევანი მერე სხვა მიმართულებით შეგიძლია რომ გააკეთო. და პირველი აი 30 წლამდე იდეალურ შემთხვევაში ვთქვათ, მოდი, იმიტომ რომ თუ გავაცნობიერეთ და გაუშვი, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება, მაგრამ შეიძლება 40 წლის ასაკში, 50 წლის ასაკში გააცნობიერო ეგ. ჩვენთვის სამი მთავარი შიში გვაქვს ადამიანებს, რომელიც განსაზღვრავს იმას, რასაც ვაკეთებთ, ხო? ანუ ერთია, რომ გინდა იყო უსაფრთხოდ, ანუ დაცულობის განცდა გინდა, მეორე გინდა სიყვარული და მესამე არის აღიარება. და შესაბამისად ის თუ რას ვაკეთებთ, განპირობებული არის ამ შიშებისგან და ეს შიშებიც საიდან ფორმირდება, ხო? ეხლა რატო არის რომ ვიღაცა ეს წარმატებაზე ორიენტირებული ხდება, ვიღაც ხდება რომ ოღონდ თქვენ გასიამოვნოთ ეგრეთ წოდებული კარგი გოგო, აბა რას მეტყვით და ყველაფერს გავაკეთებ, ვიღაც არის საერთოდ გადაწყვეტილებებს არ რისკავს, ნაბიჯებს არ დგავს, ხო? იმიტომ რომ ცხოვრების მანძილზე იმის მიხედვით როგორ გაიარე ის შენი ეტაპები, რაც გასავლელი იყო. ეს შიში არის ან ძალიან ძლიერი, ან პატარა. აი მაგალითად, ეხა შედარების აღიარების შიშზე რო ვთქვათ, ხო? ანუ ეგ დრაკონებს ოძახი ხოლმე ამ შიშებს და ეს დრაკონი იზრდება და ფორმირდება ძალიან ძლიერად სკოლის ასაკში, ხო? აი სკოლაში რო წავედით, რა ხდება ამ დროს ბავშვი იწყებს შედარებას, უკვე ბუნებრივად იწყებს თანატოლებთან შედარებას და თუ აქ გარემო ეუბნება, რომ აი რა გჭირს ახლა, ის როგორი კარგი გოგო არის, ის როგორი კარგი ბიჭი არის, ის ნახე რა კარგად ცეკავს, შენ რა დაგემართა, ის როგორ კარგად სწავლობს მათემატიკას, შენ რით ვერ გაიგე ეს მათემატიკა, ან ქართული, ან ასე შემდეგ, ხო? ან მეორე შემთხვევაში, რომ საუკეთესო მაგალითი ხარ და ყველაფერი გასწორება არის შენზე, რომ აი ახლა თეონა როგორი კარგი გოგოა, ნინი როგორი მაგარი გოგო არის, მიბაძეთ ახლა ყველა მამას. მასაც უვითარდება ეს, რომ ისეთი მე როგორიც ვარ, ეს საკმარისი არ არის, რაღაცნაირი უნდა ვიყო სულ. ანუ შინაგანად მოდის ეს არასაკმარისობის დრაკონის შიში, რომ მე არ ვარ საკმარისი, ანუ სულ რაღაცები უნდა დავამტკიცო. უბრალოდ
რაც მოყვება ხოლმე ამასთან. ახლა გემსახურება კიდევაც წარმატებას მიგაღწევინებს. იქ ძალიან მაგარ უნივერსიტეტში ჩააბარებ, ძალიან მაგარ სამსახურს იშოვი, ძალიან ბევრს იმოგზაურ, ბევრს აჩვენებ. აი ნახეთ, ხო მაგარი ვარ მართლა, მაგრამ შინაგანად არ მჯერა რომ მართლა მაგარი ვარ, იმიტომ რომ ამ დრაკონს და აი ამ შიშს კუდი აქვს, სულ კუდს იქნევს. რაც არ უნდა წარმატებას მიაღწიო, გახსენებს რომ სამაგერ საკმარისი არ ხარ. ანუ კიდე რაღაცა გაქვს გასაკეთებელი და ეგ არის ზუსტად გასაცნობიერებელი, რომ ამ თამაში ბოლო არ არსებობს. აი რაც არ უნდა ის სონიკი არის ერთი ძალიან ისეთი ფილმი არის, ჩემ შულს უყვარს და იქ არის ერთი მომენტი, ეს ბოროტი გმირი რომელიც არის, იქ რაღაცა იქ სოფელი უნდა დაიპყროს და ესეთ ფრაზას ამბობს, რომ ეხლა ამ სოფელსაც დავიპყრობ, მე მთელ დედამიწას დავიპყრობ, მე მთელ გალაქტიკას, მე მულტივერსზე გადავალ და ალბათ მე ვიქნები საკმარისი. აი ხო. კარგად აღნიშნავს აი ეს დრაკონი სადამდე შეიძლება რომ მჰმ. განვითარდეს, ხო? მჰმ. არასდროს არ დამთავრდება. მთელი სამყაროც რო დაიპყრო, მაი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტი იქნები და მაინც არ იქნები საკმარისი, იმიტომ რომ გარედან არანაირი ვალიდაცია არ გაძლევს შინაგანის სისავსის განცდას. და რაღაც ეტაპზე ვიღაც მივა, იმიტომ რომ კურსს მოусმინა და მიხვდა, რომ ეს გარეთ არიძებნება. ვიღაც იმიტომ, რომ ძალიან ეტკინება და ძალიან დანარცხდება. ან არიან ადამიანები მთელი ცხოვრება ისე იცხოვრებს, 60-70 წელი, 80-იც მაინც წარმატებას ქმნის და მაინც რაღაცები არ არის საკმარისი. იდეალურ შემთხვევაში თუ ამას მიხვდები და იტყვი, რომ არა რა, მე ისედაც საკმარისი ვარ. აბა ეხლა რა მინდა? მე რა ხდება, იცი რომ მე მოდის უკვე რა სარგებელი შეგიძლია მოიტანო და აქედან იწყებ რაღაცების გაკეთებას. არა იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცო, ხო? ეხლა პოდკასტი მაგალითად შეიძლება გააკეთო იმისთვის, რომ დაუმტკიცო ადამიანებს როგორი მაგარი ტიპი ვარ, მაგრამ შეიძლება გააკეთო იმისთვის, რომ აბა რა სარგებელი შემიძლია მოუტანო და მე მახსოვს შენ რომ მომწერე, მინდაო რომ ეს გავაცნო, მჰმ. თუნდაცო შენ რას აკეთებ, რომ ვისთვისაც ასარგებლო მჰმ. იქნება, იმან ადვილად ხო. შეძლოს რაღაცა ამაზე დაფიქრება, ხო? ანუ ფოკუსი აბსოლუტურად იცვლება. პირველ შემთხვევაში მინდა რომ აბა ტაში დამიკარით როგორი კარგი გოგო ვარ, როგორი კარგი ბიჭი ვარ და მეორე შემთხვევაში იმიტომ რომ ეს დავინახე ჩემს თავში, შინაგანად ესეც სამუშაო არის, შინაგანად დავიწყო ამის შევსება, იმიტომ რომ ეს შიშები ისე ხო თავისთვის არ ლაგდება, მარტო გაცნობიერება არ შველის. ანუ თან შინაგანი სამუშაო არის ჩასატარებელი, რომ ეს შეავსო და სისავსის განცდა მოვიდეს. მერე უკვე იწყება აი ნამდვილი ჩვენი სურვილები იწყებს წამოსვლას, რაც არის განვითარებასთან აუცილებლად დაკავშირებული და მსახურებასთან, ანუ სარგებლის მოტანასთან სხვების, იმიტომ რომ ეგ ჩვენ ბუნებაში დევს. მაგრამ ეს შიშები იმდენად დიდი არის, რომ ეს ჩვენ ბუნებას ცოტა მიძინებული აქვს და მჰმ. ჯერ იმათ დაკმაყოფილებას ცდილობს. მჰმ. ხო, ანუ სამყარო არც გაძლევს იცი საშუალებას, რომ აი მე მაგალითად იმ ტრამვირებულ თეონას, რომელიც გაყვირო და აი შემომჩნიეთ რა მაგარი ვარ, არ მომცა უფლება პოდკასტი იმ დაბალ სიხშირეზე გამეკეთებია, როცა პოდკასტ იმითო დავიწყებდი, რომ მინდოდა რომ აი შემხედეთ რა მაგარი ვარ, მე პოდკასტის დავიწყე, ხო? მომცა გაკეთების საშუალება მაშინ, როცა მართლა გულწრფელი სურვილი გამიჩნდა, რომ ამდენ საინტერესო ტექნიკა, ამდენ საინტერესო ადამიანი არსებობს და კი მინდა რომ რაღაცა მე ვიყო ხიდი ამ ადამიანებს შორის, ხო, როგორც მირაკი იყო თავის დროზე და რაღაცნაირად, ანუ შეიძლება რომ მართლა სამყაროც არ გიშვებდეს იმ წარმატებისკენ, თუ მზაობა არ გაქვს, ან ეკოლოგიურად სუფთა მიზანი არაა შენი ამ შემთხვევაში. ხო, იცი როგორი თემა არის? ყოველ შემთხვევაში მე ესეთი ხედვა ხო. მაქვს ამ საკითხზე, რომ ჩვენი სურვილები, ხა იგივე სიხშირულად რო შევხედოთ, ხო, მჰმ. საბოლოო ჯამში ენერგია არის ყველაფერი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი შინაგანი მდგომარეობა მაქვს. და ძალიან ხშირად თუნდაც რაღაცის გაკეთება შეიძლება მომინდეს შიშიდან გამომდინარე, მაგრამ შეიძლება ასევე ეს ნამდვილი ჩემი სურვილი იყოს. უბრალოდ სხვაობა ის არის, რომ რაღაცას როცა ვაკეთებ შიშიდან, ხო, შიში არის ერთ-ერთი ძალიან დაბალ სიხშირეზე ჩავყავართ, რთულად გამოდის უბრალოდ. მჰმ. იქ ხო. ყველაფერი გამოდის ძალიან რთულად. ანუ შეიძლება გააკეთო, კი. მაინც გააკეთო, მაგრამ ძალიან დიდ ენერგიას დახარჯავ, ძალიან დიდ შრომას ჩადებ და ის კმაყოფილება ბოლოს მაინც არ მჰმ. გექნება, ხო? კი. ეხლა მე მახსოვს ერთ-ერთი აი ესეთი ძალიან დიდი შრომა, წვალება რო ჩავდე, ისევ ეთიოპიაში მქონდა ერთი ეგეთი პროექტი და მახსოვს, რომ აი ჩემთვის ფიქრობდი, ეს რო დამთავრდება, ვიქნები ძალიან ბედნიერი, რომ მორჩება ოდესღაც. იმიტომ რომ ერთი წელი მიდიოდა დაახლოებით და ყველაფერი რთულდებოდა, რისი გართულება შეიძლებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი რთულდებოდა. და
ამ პროცესმა კი ძალიან გამზარდა, მაგრამ იმდენ ენერგიად დამიჯდა ეს ყველაფერი და იმდენი რესურსი წაიღო, რომ დამთავრდა მახსოვს და ბოლო მიღება ჩაბარებას ხელი რომ მოეწერა და ბოლო თანხარო ჩაირიცხა, აი გახარების რესურსიც კი აღარ მქონდა. ეხლა იგივენაირ პროექტებს რო ვაკეთებ, რა თქმა უნდა, რაღაც მაინც რთულდება, მაგრამ ჩემი შინაგანი მდგომარეობა არის ძალიან განსხვავებული. ამას აღარ ვანიჭებ მნიშვნელობას, რომ მე რაღაცა ცუდი ვარ ან რაღაცა კარგად ვერ გავაკეთე. კარგი, ეს არ მუშაობს, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? ანუ აქეთ ენერგია მიდის უკვე მოქმედებაზე და ასევე იმისთვის, რომ ეს მიზნები რეალობად იქცეს, ხო, იმ შიშებთან ერთად, ბევრი ზედმეტი რაღაც უნდა მოვაშოროთ. შიში არის ერთ-ერთი, მაგრამ ასევე არის გარკვეული წინააღმდეგობები, რაც გვაქვს, ხო? ერთის მხრივ კი ვიძახით, რომ მინდა რაღაცის გაკეთება, ხო, რაღაცა მიზნის მიღწევა, მაგრამ აღმოვაჩენთ, რომ შინაგანად არის გარკვეული დაჯერებები, რომელიც ამას ასევე ეწინააღმდეგება. და აი ამ ყველაფრის გაცნობიერება, სახელის დარქმევა არის, აი ზუსტად პროცესი, რომ ის, რაც მოინდომე, მერე გახდეს რეალობა. კი. ცხოვრების რუკა კიდე რატომ მინდოდა მომეტანა? ძალიან ბევრი მე მყავს ძალიან ბევრი საზღვარგარეთ მცხოვრები გამომწერი, რომლებიც ძალიან ისე ხშირ კონტაქტზე არიან მოკლედ ჩემთან და ძალიან ბევრს აქვს საკუთარი თავი დაკარგული. ანუ კარიერაში ვერ შედგნენ, შემდეგ კარიერაში ვერ შედგნენ, იქ რაღაც პირადი ურთიერთობებიც ვერ ააწყვეს. აი ყველა სფეროში რაღაც დაიკარგა ადამიანი, იმიტომ რომ არ არის მარტივი ერთია საზღვარგარეთი ცხოვრ. შემდეგ თავიდან თანხმდები რაღაცა მიზერულ შეიძლება სამსახურს და შემდეგ ეჩვევა შენი ტვინი, რომ მე ღირსი არ ვარ უკეთესის. და იქ არიან და თქვი, რომ აი კი ამ ადამიანებს აი შეიძლება ზუსტად ეს ჭირდება და მართლა შეიძლება თუ არა ამ ადამიანებს დაიხმაროს ცხოვრების რუკა. თუ რთული იქნება მაინც ესე ნულიდან დაწყება. სხვათა შორის ცხოვრების რუკაზე ძალიან ბევრი არის ემიგრანტი. ხო რა. ხო და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო აღმოჩენა ჩემთვისაც ის იყო და თან გამიხარდა ძალიან, იმიტომ რომ ერთია რომ რადგან ონლაინ არის იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ ზუსტად ისიც რომ ეხლა ცხოვრების ამ ეტაპზე სად ხარ და რატომ ხარ იქ ამის გაცნობიერება იძლევა ძალიან დიდ ძალას, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრების განმავლობაში გავდივართ გარკვეულ ფაზებს და ამ თითოეულ ფაზას აქვს თავისი ფუნქცია და ის გზა ან დანაკლისით გვაქვს გავლილი, ან რესურსით გვაქვს გავლილი, ან ორივე ერთად შეიძლება დანაკლისიც გამოყვა, ეს რესურსიც გამოყვა. ამიტომ ის მოცემულობა, რეალობა, რაშიც ხარ, ხო, თუნდაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობ, ან ისეთ სამსახურში ხარ, რომელიც არ მოგწონს, ან ისეთ ურთიერთობაში ხარ. ეს არის შედეგი იმ გზის, რაც გაიარე. ამის გაცნობიერება, სახელის დარქმევა, განსაზღვრა მეგრე რა გინდა ამის სანაცვლოდ და სხვათა შორის ემიგრანტები, რომლებიც მოდიან ხოლმე, აქვთ ეს სურვილი და სურვილის ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი დავიღალე რა, აღარ მინდა. ამის გაკეთება აღარ მინდა, რაღაც ახალი მინდა და ეს სურვილი რო იბადება შინაგანად, იმპულსი რო რაღაც მინდა შევცვალო, მაშინ უკვე გზა გამოჩნდება ხოლმე და ამ ეტაპზე რასაც აკეთებენ, ხო, აი ამ პროცესში ზუსტად ეს არის, რომ კარგი, ეხლა აქ რო ვარ, რა მომიყვანა აქამდე, რა არის ეს აწერტილი, რატომაც ვარ აქ. ანუ ამის შეფასებას ვაკეთებთ. მერე ხდება ზუსტად ის, რომ კარგი რა მინდა ამის სანაცვლოდ და მოქმედება ეტაპობრივად იმისთვის, რომ სასურველ შედეგამდე მიხვიდე. და როცა აი ამ დაპირებას თუ პირობას იღებს ადამიანი საკუთარ თავთან, რომ დაიწყოს ეს პროცესი, მერე შედეგებიც მოდის. არა, ემიგრანტებისთვის ერთი არის, რომ შეგიძლია და სხვათა შორის შედეგებს, რასაც აკეთებენ ხოლმე ძალიან საინტერესოს. შეიძლება აღმოაჩინო, რომ ძალიან საინტერესო ახალი პროექტი დაიწყო იმ ქვეყანაში, სადაც ხარ, რაღაც ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობა. პრობლემიდან რო გამოდიხარ და გვერდიდან უყურებ, მერე ჩნდება შესაძლებლობები და მანამ ჯერ შუაგზაში ვარ, მანქანების სიგნალები მესმის, ხო? ანუ იქ არ არის ბევრი რესურსი იმისთვის, რომ მე ახლა ახალი გეგმები და მიზნები დავისახო და როცა მშვიდად ვარ, დამშვიდა ჩემი სისტემა, დაინახა მიზე შედეგობრიობა დაინახა, ხო, რა მომიყვანა აქამდე, მერე დაიწყო ფიქრი იმაზე, რა მინდა ამის სანაცვლოდ, მერე ეს ახალი შედეგები აუცილებლად მოდის და ამ გზაზე მოძრაობას რო იწყებ და ეს შედეგები მიღწევადი ხდება, მერე ესე ძალას გაძლევს, რომ თურმე შემძლებია. კი. აი ხა გვისმენს ადამიანი და გაუჩნდა კითხვა, რომ არ ვიცი, მე ხა სად ვარ, რა მჭირდება, რას კითხავდი მაგალითად ამ ადამიანს, რომ დამიწება და უკან დაბრუნება, ან წარსულში ცხოვრობს ადამიანი, ხო? ან მომავალში. მე ესე ვიყავი. ერთი პერიოდი ან ძალიან წარსულში ვცხოვრობდი და მეორე პერიოდი
ცხოვრობდი იმ მომავალში, რომელიც არ მქონდა, მაგრამ იმდენად ვიცხოვრე იმ მომავლით, უკვე აღარაფერს არ ვაკეთებდი აქ და ახლა, იმიტომ რომ მე ხო ჩემ ფანტაზიაში უკვე ძალიან მაგარი ვიყავი და ყველაფერს მქონდა მიღწეული, ხო? აი, ეხლა რას კითხავდი მაგალითად, ან შენთან მოსულს, რომ ამ ადამიანმა მიხვდეს, აი, ეხლა ჩემთვის ცვლილებები, კი, ეს მჭირდება მე, ეს ცვლილებები. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კითხვა არის ხოლმე მაგ დროს აი შეხედე შენს ცხოვრებას როგორც ფილმს Mhm. და ამიღწერე შენი პერსონაჟი. აი როგორ დაახასიათებდი. გვერდიდან შეხედვა ჩვენი თავის ძალიან ხშირად არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როცა ისევ აი ამ ჩვენს პრობლემებით ვართ მოცული, გვავიწყდება, რომ ეს არის გამოცდილება, რასაც გავდივართ და ის სირთულეებით თუნდაც, ნახე, ეს სირთულეც, ამის გააზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალურად რაღაცისთვის გვეძლევა. მაგრამ როცა სირთულეში ხარ, ამის შესაძლებლობა არ გაქვს, რომ ეს დაინახო ეს ყველაფერი და იქ ცხოვრება არის რთული, ცხოვრება არის მძიმე, ცხოვრება მე მემართება, მე არაფერი არ შემიძლია რომ გავაკეთო. და როგორც კი გვერდიდან იწყებ ამის დანახავს, ანუ ცოტა ერთი ნაბიჯი რო გადმოდგი უკან, ხანდახან პასუხები რო დაინახო, წინ კი არ უნდა გაიხედო. ნაბიჯი უნდა გადადგა უკან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ქაოსი, გაურკვევლობა, შიშები, ფოთვები და ხშირად არის მანიშნებელი იმის, რომ წინ კი აღარ უნდა გაიხედო, უკან უნდა გადადგა პირიქით ნაბიჯი, რომ შეხედო შენ თავს, რომ აბა ეხა რა ხდება შენს ცხოვრებაში საერთოდ. და ეს გაძლევს პირველ იმპულსს, რომ ცოტათი გვერდიდან შეხედო და ნახო, რომ ხო, იქ რაღაცები შეიძლება ისე არ არის, როგორც შენ მოგწონს, მაგრამ ეს ასევე გეხმარება რაში იცი, რომ შენს ავატარს, შენს პერსონაჟს, შენს ეგოს შეხედო გვერდიდან, იმიტომ რომ დაგავიწყდა, რომ თან სულიერი არსებაც ხარ. ყოველთვის როცა ადამიანები ვამბობთ, რომ აი ხლა რა რთულია, რა მძიმე თვარ, რა ცუდად ხდება ჩემს ცხოვრებაში რაღაც. როგორც წესი დაკარგული მაქვს თავი, აი ჩემს საწყისთან. ხო, იმიტომ რომ ეგო არის საფრთხეში, ეს ჩვენი გადარჩენის მექანიზმი არის და ის გამოსავალს ვერ ხედავს. და როგორც კი ნაბიჯი გადმოდგი უკან, ეს პერსპექტივა რა შვება, იცი რომ აი სულიერ ნაწილში ყველა სირთულე რასაც გადიხარ, გამოცდილება არის რეალურად ჩვენთვის, თუმცა ამ მდგომარეობაში რომ ჩადგომა შეძლო, ესეც არ არის მარტივი პროცესი, ხო, იმიტომ რომ სხეულიც გვაქვს ჩვენ და ამ სხეულში არის ეს ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობები. ამიტომ მოკლედ ნაბიჯის უკან გადმოდგმა, გვერდიდან შეხედვა შენი ცხოვრების დაკავშირება იმასთან, რომ თუნდაც ეხლა ეს სირთულე ძალიან კარგი კითხვა არის კიდე ერთი კოუჩინგური, ეგეც ძალიან მიყვარს, რომ აი რა უნდა მოხდეს ეხლა ამ საკითხთან მიმართებით, რომ 5 წელიწადში თქვა ეს იყოს საუკეთესო, რაც დაგემართა. ხო, როცა ასოცირებული ვარ ამ პრობლემაში, ვერ ვხედავ, მგონია რომ რაღაცა საშინელება ხდება ჩემს თავს და ამ დროს მომავლიდან რო შეხედავ, შეიძლება მიხვდე, რომ აქ რაღაცა ისეთი უნდა ისწავლო, რაც მე რეალურად ძალიან დიდი საჩუქარია და თუ დავფიქრდებით ადამიანები, ერთი ეგეთი გამოცდილება მაინც შეიძლება რომ აღმოჩნდე, რომ გეგონა ყველაზე საშინელი ამბავი იყო, რაც დაგემართა და აღმოჩნდა, რომ თურმე ეგ უნდა ყოფილიყო. სადღაც სამსახურში არ აგიყვანეს, სადღაც გასაუბრებაზე არ გაგიმართლა, სადღაც რაღაცა პროექტი არ გამოგივიდა. ეხლა სხვათა შორის ერთი წლის წინ მქონდა ეგეთი ის, რომ ორ ორგანიზაციაში, სადაც მინდოდა რომ ჩართულიყავი, არ ამიყვანეს. და დაუსვი ჩემ თავს კითხვა, რომ აი რატო შეიძლება ეხლა იყოს ეს ჩემთვის სასარგებლო თქო. მე დავფიქრდი, რატო მინდოდა საერთოდ ამ პროექტებში ჩართვა და მინდოდა ისეთი ადამიანების ირგვლივ ყოფნა, სადაც აი საერთო მექნებოდა და ეს იყო მთელი ჩემი мотиваცია, რატომაც იქ ჩავერთე. ანუ რეალურად იმ ორგანიზაციის მიზანს არ ვპასუხობდი, ჩემი мотиваცია მქონდა, რომ ჩემნაირ ხალხთან მეთქი იქ მოვძებნი თქო. და როგორც კი ეს გავაცნობიერე, დავიწყე ახალი პლატფორმის გაკეთება, სადაც მე თვითონ ვქმნი ესეთ ადამიანებს შენს ირგვლივ. ხო, ანუ იქ რო ჩავთვლიყავ, მე ამისთვის დრო აღარ მექნებოდა. ამიტომ ამ პერსპექტივიდან რო უყურებ რაღაცას, რო აი ხლა რა შეიძლება იყოს ამაში კარგი, როცა აი დრო რო გავა ვიტყვი, რომ ყველაზე კარგი იყო ეხა ამ სამსახურში რო არ ამიყვანეს, აი მაგან შეიძლება კიდე ასევე გამოგვიყვანოს გვერდიდან. ანუ კი არ უნდა დავსვა, რატომ მოხდა ეს ჩემთვის? რისთვის მოხდა ეს? რისთვის მოხდა ეს ყველაფერი კი? და რა შეიძლება ამაში იყოს გაკვეთილი? ერთი ისტორია არის, არ ვიცი თუ იცი. ეს ბრიტანული ამბავია, მაგრამ კახელ მიშაზე მაქვს გადმოთარგმნილი რა, კახელი მიშა არის, რომელიც გადასარევად დიდი 40 წელი არის მუშაობს დაცვაში.
და არანაირი ის არ აქვს რა. შეჩვეული არის, ძალიან მოწონს, კომფორტულად არის ამ თავის სამსახურში და თან თანამშრომლებსაც ძალიან უყვართ, იმიტომ რომ უკვე ოჯახის წევრი არის, ყოველდილით რომ მედიხარ იქ ხვდება. და 40 წლის მერე მენეჯმენტი შეიცვალა ამ ორგანიზაციაში. და შემოიღეს ეგეთი წესი, რომ აუცილებელი არის, რომ ინგლისური უნდა იცოდე იმისთვის, რომ და წერა-კითხვა უნდა იცოდე ინგლისურად იმისთვის, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაცია მიყიდა. ხო და არ იცის ახლა ამ ჩვენმა მიშამ ეს ინგლისური წერა არ დაჭიროებია არასდროს. და გამოუშვეს რეორგანიზაციის შედეგად გამოუშვეს და ძალიან ცუდად არ იცის რა გააკეთოს, ერთი კვირა არის, აი დეპრესიაში არის ფაქტიურად და ძალიან კარგად იცოდა მწვადის შეწვა და ერთ კვირაში დაფიქრდა მე რომ ეხლა რაღაც ამას მივხედავ გავაკეთებ რამეს, იმიტომ რომ სამსახური არ აქვს, არანაირი დანაზოგი არ აქვს, ვერ გადარჩება თუ რაღაცას არიზავს. დაიწყო მწვადის შეწვა თავის მეგობრებში, ოჯახის წევრებში და ეს ყველა სტუმრობდა ხოლმე. მე იქ ერთ-ერთი თბილისიდან იყო ჩამოსული ერთ-ერთი ეს ვიზიტორი რა და რო გასინჯა ამის მწვადი, ესეთი გემრიელიო არსად არაფერი არ მიჭამიაო და რესტორანი მაქვს და მოდიო რაღაცა ერთობლივი გავაკეთოთ. მოკლედ დამეგობრდნენ ესენი, რესტორანი გააკეთეს, ეს მწვადის ნაწილზე იყო პასუხისმგებელი. გავარდა მთელ თბილისში ამათი ამბავი, რომ ესეთი მაგარი მწვადი სხვაგან არსად არ არის. მერე ფილიალები გააკეთეს და უფრო მეტიც საერთაშორისო მასშტაბით გავიდა ეს ჩვენი მიშა და როგორც მაკდონალდსი არის, ესე გაიტანეს ეს მწვადის ამბავი და ერთ-ერთ გადაცემაში არის ყვება თავის ისტორიას. ხო და წამყვანი ეუბნება ეს შენსავით რა უსმენს და აი ხ თქვენ წარმოიდგინეთ რომ რას ასწავლებს იზავდითო თქვენ რომ ინგლისური გწოდნოდათ და წერა კითხოთ. ვერაფერსაც ვერ ვიზავდი, ჩემო კარგო, აი დაახლოებით ეგეთი ამბავი. ხო, ანუ ხშირად ის სირთულე რაც გემართება, შეიძლება ზუსტად იმისთვის გემართება, რომ გამოიღვიძო და თქვა რომ არ არის შენი ადგილი აქ რა, რაღაცა უფრო უკეთესისთვის ხარ მოწოდებული, რაღაცა მეტი შეგიძლია, ახალი შეგიძლია და თუ გამოხვალ ადვილად, აი ამ ადვილად რა გვერდიდან თუ შეხედავ, აი ესე თუ შეხედავ, აბა რისთვის შეიძლება მემართებოდეს ეს ყველაფერი. კარგი რა გაკვეთილი რა შეიძლება იყოს ამისთვის, მე ახალი იდეებიც მოვა. ვაუ, რა საინტერესო, იმიტომ რომ ხო მართლა რომ გქოცოდნო და ინგლისური სად იქნებოდა ახლა ჩვენი მიშა იქნებოდა დაცვაში, იმუშავებდა ისევ და დაცვაში ბედნიერად. აი ბედნიერად. რამდენ რაღაცას გამოტოვებდა ცხოვრებაში, რა ძალიან საინტერესოა. გვანცა წეღან ახსენე 8 წუთის პრინციპი, სწორია, ხო? და რას გულისხმობს ეს ყველაფერი? ძალიან დამაინტერესა და აღარ ჩაგეცია სპეციალურად, რომ აი ახლა გავიგო რას გულისხმობს. 8 წუთი არის ცხოვრების რუკის გაგრძელება, ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე ამ პროცესში არის, რომ იმისთვის, რომ სასურველი შედეგები მიიღო, მიაღწიო გაუმჯობესებას ცხოვრებაში, შენთვის მნიშვნელოვან სფეროში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იყო მოქმედებაში და იყო კავშირში აი ამ შენ მიზანთან. და 8 წუთი არის ეგ პლატფორმა ზუსტად, რომელიც გეხმარება, რომ იყო მოქმედებაში. ყოველდღიურად დავადიზაინე ფსიქოლოგიური პრაქტიკები, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურად და თან ერთად ვაკეთებთ ამას. ანუ ვერთვებით ის ადამიანები, ვინც არიან ჩართული 8 წუთის განმავლობაში და 8 წუთი რატო არის მნიშვნელოვანი? სხვადასხვა 8 წუთიანი პრაქტიკები არის, ხო, აი დილით, მაგალითად, დილა როგორ დაიწყო ეფექტურად, ხო, ეს დღის განმავლობაში რა შეიძლება რომ გააკეთო. 8 წუთი არის ის დრო, რომელიც არის რეალისტური, გონება ძალიან არ გეწინააღმდეგება. ხა შეიძლება ვარჯიშის დაწყება რო გინდა და 2 საათი დარბაზში წახვიდე, ხა 2 საათი დაგეზაროს, ან 1 კვირა ივარჯიშო და მერე აღარ გააგრძელო. და 8 წუთი ისეთი არის, 8 წუთი რო ივარჯიშო ყოველდღიურად, ერთ წელიწადში საერთოდ სხვანაირი შედეგები გექნება. ერთ წელიწადში კი არა, 1 თვიდან 6 თვემდე უკვე იწყებ განსხვავების მიღებას. და რასაც ემსახურება ეს პლატფორმა არის ზუსტად ეგ, რომ მოქმედებაში დავრჩეთ და თან ერთად ვაკეთოთ ეს ყველაფერი. და თან ერთად რო ვაკეთებ, მხიარული არის, ენერგიული არის უფრო მეტად და ანგარიშვალდებულება გაქვს, მარტო აღარ ხარ ამ პროცესში. თან სხვა ადამიანები არიან ჩართული, თან მარტივი პრაქტიკები გაქვს რა, ეს არის დაცლილი ძალიან ბევრი თეორიისგან, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია შეიძლება მიიღო, მაგრამ ეს ბევრი ინფორმაცია რეალურად არ გვეხმარება. ჩვენ გვჭირდება აი რეალური მარტივი პრაქტიკები, რომელსაც გააკეთებ და ზუსტად იცი, რომ მოგიტან შედეგს და თან რაც არის ამ დროს მნიშვნელოვანი გონება
ჩვენი სხეული, ხო, აი ამ ორის კომბინაცია და ჩვენი სული, ეს ენერგეტიკული სისტემა, რაც გვაქვს. აი ეს სამის კომბინაცია არის, რაც იძლევა საბოლოო ჯამში შედეგს და თუ ეს ერთიანობაში მუშაობს, მერე ვიღებთ ხოლმე იმ ახალ შედეგებს, ახალ მეს და ახალ რეალობას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია შენთვის. ხო, ნახე, მხარდაჭერი გარემოც ხო არის, ანუ ჯგუფი ერთად შედის, რაღაცა ყველა სხვადასხვა მიზანი აქვს და აი პასუხისმგებლობაც ხო. რამდენ მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარების გზაზე პასუხისმგებლობა? შეიძლება ის იყოს ტვირთი, თუ რაღაც სახალისო მომენტი. ხო, აი ზუსტად მაგაზე არის, რომ ჩვენ როცა კი გვინდა აჰა. შევცვალოთ კი. რაღაცები და ხშირად ეს იწყება ხოლმე ეს დიდი კი. ინსპირაციით, რომ აი ახალ წელს განსაკუთრებით, რომ ეხლა სასწაულებს ვიზავ და ეხლა ყოველდღე ვივარჯიშებ, იმას აღარ შევჭამ, ამას წავიკითხავ და მერე რო შედიხარ რუტინაში, ისევ ეს ძველი იდენტობა იღვიძებს და წინააღმდეგობებიც მოდის და ამ პროცესში რომ დარჩე ხაზზე შენს მიზანთან არის სხვადასხვა ელემენტები გასათვალისწინებელი. ერთ-ერთი არის ზუსტად ის, რომ პასუხისმგებლობა აიღო, მხარდამჭერი გარემო, ადამიანები, ვინც შენს ირგვლივ არიან. ვარჯიშიც თუ გინდა განვითარება, ვიღაცასთან ერთად უფრო მხიარული არის ხოლმე ეს პროცესი. რომ იცი, რომ იქ რო შეხვალ ვიღაცები იქნებიან, ვისთან ერთადაც ნახე საერთო გაქვს და როგორც წესი, ხა როგორც ცხოვრების რუკაზე იგივე 8 წუთზეც საერთო ენა გვაქვს, ხო? იქ ერთი ენით ვლაპარაკობთ, რომ ვიცით რაღაცები, იქ რო ვიღაცას გაუჭირდება, ვიცით რა შეიძლება ერთმანეთს ეხმარებიან ხოლმე ძალიან ხშირად მე თვითონაც არ ვერთვები, იქ ერთმანეთში უკვე ტრიალებს ის ენერგია, რომ ხარს უჭერენ, იმიტომ რომ ამ გზაზე, როგორც წესი, როცა მიდიხარ, გიხარია სხვისი წარმატებაც, იმიტომ რომ შიშიდან გამომდინარე კი აღარ აკეთებ, არამედ სურვილიდან გამომდინარე და ეს როგორც წესი აძლიერებს იმას, რომ აი თუ დამეზარებოდა ეხლა ადგომა რაღაცის გაკეთება, იქ რო ვიცი, რომ სხვებთან ერთადაც ვარ და მარტო არ ვარ, ეს კიდე უფრო მეტად მანდომებს რაღაცის გაკეთებას და ამ პროცესში ძალიან გვეხმარება ხოლმე. ვაუ, ძალიან ერთად უფრო კი, სახალისოა. ერთად სახალისოა, თან პასუხისმგებლობაც მაქვს, თან მხარდაჭერი გუნდიც და გარემოც მაქვს და თან თუ ხედავ, მაგალითად, მე რომ აი იმ ადამიანმა რაღაცები შეძლო და წინ წაიწია, მეც ძალიან დიდი мотиваცია მომდის, რომ აი იმან შეძლო და მოდი ახლა მეც შემიძლია და თუ რაღაც შიში მაქვს, მაგალითად, რაღაცა ზოგჯერ ერთი მეილის გაგზავნა წყვეც ხო ყველაფერს და შეიძლება გავაგზავნო, იმიტომ რომ იმან უკვე ეს ნაბიჯი გაიარა კი, და ზუსტად. იმან უკვე ეს შეძლო. გვანცა ადამიანს თუ აქვს მხოლოდ 5 წუთი დღეში და მეტი არა საკუთარისთვის, აი რაღაც გიჟური ცხოვრება აქვს, დილით სამსახურში ადრე დგება, შემდეგ რა ვიცი, ან სწავლობს, გათიშული ბრუნდება სახლში. აი რა უნდა გააკეთოს ამ 5 წუთში, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეს და მისი გზა იპოვოს? პირველ რიგში ალბათ ისეც ამასაც მარტივს ყველაფერი გენიალური არის ძალიან მარტივი და აი როცა ყველაფერი არეულია ქაოსი არის და მგონია რომ ერთი წუთიც არ მაქვს პირველი ნიშანია რომ უბრალოდ უნდა დაჯდე ცოტა ხნით თვალები დახუჭო ამოისუნთქო ჩაისუნთქო და დააკვირდე შენ თავს რომ ქაოსს ჩვენ შიგნით უბრალოდ ჩვენ სივრცეში იწვევს ზუსტად ის რომ საკუთარ თავთან მაქვს კავშირი დაკარგული ძალიან ვარ გარეთ გამოსული და სახლში დაბრუნების დრო არის და როცა აი ზუსტად მაგ დროს როცა მეჩვენება რომ ეხა სადმცალია 5 წუთიც კი არ მაქვს და 8 წუთი მაგიტო გავაკეთე ზუსტად რომ აი 8 წუთი თუ არ მაქვს ჩემი თავისთვის ხა ამას ვეღარ მოატყუებ შენ თავს 8 წუთი ყოველთვის შეგიძლია რომ გამონახო პირდაპირ ნიშანი არის ხუმრობაც არის ბუდისტური ერთ-ერთი რომ თუ 5 წუთი არ გაქვს ესე იგი 2 საათი უნდა დაჯდე და იმედიტირო ხო ნიშანი არის რომ ესე იგი ძალიან ხარ გამოსული გარეთ დაჯექი ამოისუნთქე ჩაისუნთქე რამდენიმე წამიც რო აკეთებს ადამიანი ეხლაც ვინც გვისმენს თუ ცდის აი უბრალოდ დააკვირდი შენ სუნთქვას არაფერს არ აკეთებ არაფერს არ ცვლი უბრალოდ ამოისუნთქე ჩაისუნთქე იყავი შენ სუნთქვასთან ფიქრები რომ მოდის ძალიან ნორმალური არის არ ეწინააღმდეგები ცნობიერად აბრუნებ ყურადღება შენ სუნთქვასთან 2 წუთის შემდეგ აი 2 წუთი როცა ხარ ამ პროცესში უკვე ნერვული სისტემა იწყებს სინქრონიზაციას აი ეს ქაოსი რაც გონებას მოაქვს იმიტომ რომ სულ ჰაერში არის ნელ-ნელა იწყებს დამიწებას და როცა ჩამოსვლა ხდება სხეულში მეტად ვგრძნობ ძალას მეტად ვმიწდები ხო ეს დამიწება ტერმინს ხმარობთ ხოლმე ფსიქოლოგიაში რაც ნიშნავს იმას რომ გაქვს კავშირის განცდა და პირველი არის რომ ცოტა მოდუნდე, დაპაუზდე, ამოისუნთქო, ჩაისუნთქო. ყველაზე დიდი ცვლილებები რას მოაქვს? საკუთარ სხეულთან დაბრუნებას, საკუთარ თავთან დაბრუნებას, აღიარებას თუ ყველაზე დიდი ცვლილება მოაქვს ჩვენ სხეულთან სწორ ურთიერთობას, ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ სამწუხაროდ არ გვისწავლია
პირველი 7 წლედი არის ფუნდამენტი, როცა ამას საფუძველი ეყრება და ნუ მერე შემდგომი პერიოდით ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველი 7 წლედი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ აღიქვა შენი სხეული, მასთან კავშირი, თუნდაც მართვა შეძლო მისი, ხო? აი რატო არის მნიშვნელოვანი 3 წლამდე ბავშვმა თუნდაც ისწავლოს ტუალეტის ჩვევა. ეს თვის შეფასებაზე აუცილებლად მოქმედებს. ესეც ხო? ანუ ეს არის ყველაზე ელემენტარული და მერე მოდის უკვე სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები, ხო? აღმოსავლურ პრაქტიკებში ტყუილად არ არის, რომ ფიზიკურ ბრძოლებს ამ ხელა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის საშუალება მართო შენი სხეული, რომელიც არის შიშების და მარაცნობიერი პატერნების წყარო და თუ შენ სხეულს ვერ მართავ, არ გაგიკვირდეს, რომ ცხოვრებასაც ვერ მართავ. რაც უფრო მეტად აღადგენ და აძლიერებ კავშირს შენ სხეულთან და უკავშირდები, მით მეტად ხდება რაღაცები შესაძლებელი მერე ცხოვრებაში. უბრალოდ ეხლა როცა დაიწყე პირობითად 20 წლიდან, 30 წლიდან, 40, რაც უფრო გვიან იწყებ, უფრო რთულია, იმიტომ რომ ეს 40 წელი თუ 30 წელი თუ თავის ცხოვრებას ცხოვრობდა და არ გემორჩილებო, თავის ჭკუაზე იყო. როცა რას უნდა იმას აკეთებდა, გულისხმობ იმას, რომ ეს იმპულსური იყო, ხო? ეხლა უკვე რო გინდა მიზნისკენ გამოყვეს, აღარ მოყვება, იმიტომ რომ ამას უნდა კომფორტულად რა აქეთი იყოს და შენ მარჯვნივ მიდიხარ, ეს მარცხნივ მიდის და მე გიკვირს რატო არ გამოდის რაღაცები. და ეს სინქრონი რომ მოხდეს, უნდა დაიწყოს სხეულთან კავშირის აღდგენა, დაკავშირება, მართვა, მასთან ურთიერთობა, მეტად გაიაზრებ მე იმ ემოციებსაც, იმ წინააღმდეგობებსაც, რაც შიგნით ხდება. და დაამუშავე, უბრალოდ ამას ჭირდება ყოველდღიური პრაქტიკა. აი ყოველდღე გარკვეული დრო, ენერგია ამაში უნდა ჩადო. ისევე როგორც ორსულობა, ეხლა რაც არ უნდა მოვინდომოთ ერთ თვეში. 9 ქალი რო დააყენო, ერთ ბავშვს ვერ გააჩენენ, 9 თვე ჭირდება, ხო, აი ამ პროცესს, რომ ბავშვი გაჩნდეს, იგივენაირად ეს პროცესებიც რო გავიაროთ, ყოველდღიური რუტინა ჭირდება, რაც მე რაღაცა ეტაპზე მიგახვედრებს, რომ ხო, ეხლა მე შემიძლია, იმიტომ რომ სხეული უკვე სხვანაირად მოყვება. მაგიტო არა იოგა არის ძალიან კარგი პროცესი და პრაქტიკა მაგისთვის, ხო? ყოველდღე თუ აკეთებ და არ არის აუცილებელი ყოველდღე, კვირაში 3 ჯერ გააკეთე. ერთი თვის შემდეგ კი არა, უკვე ყოველ მეორე მატზე დადგომის დროს ხვდები, რომ გაუმჯობესება გაქვს სხეულში, სხვანაირად მოყვება და ეს ძალიან დიდ მას გაძლევს რა პროგრესის განცდას, რომ ხო, თურმე შეიძლება მე რაღაცას ისეც გააკეთებ 6 თვეში, რასაც მანამ ვერ აკეთებდი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველდღე ამას დაუთმე დრო და შენ სხეულს მიაქცია ყურადღება. და 8 წუთს როცა ხვდებით ერთმანეთს, გაგვთ თუ არა სხეულსაც ყურადღება? კი, აუცილებლად. სხეული არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც დროს უთმობთ ხოლმე. იქ არის, აი 8 წუთიანი პრაქტიკა არის, სხეულებრივი, რასაც ვაკეთებთ, რაც ხელს გიწყობს რაში, რომ გონება დაფერთხო, ენერგია მოაბილიზო, დამშვიდე და მე აქედან გააკეთო მოქმედება. თუ ამის გარეშე, აი ამ პრაქტიკების გარეშე, მაგალითად 2 საათს დაუთმობდი რაღაცას, როცა კონცენტრირებული ხარ, შეიძლება 9 საათში გააკეთო და კი ბატონო, დღის განმავლობაში მე ვიძახი, რომ დრო არ მაქვს, იმიტომ რომ სწორად არ გამოვიყენე ეს დრო. თუ შენ თავთან ხარ კავშირში, რაღაცა რაც 2 საათში შეგეძლო, 5 წუთში შეგიძლია გააკეთო და 9 საათშიც, როცა ეფექტური ხარ და წვდომა გაქვს შენ ენერგიასთან. ამიტომ დღეს ეს ენერგიის მენეჯმენტი ზოგადად ეგეც ახალი თემა არის, აღარ გადავალ მაგეთ. მაგრამ რეალურად ისევ სხეულთან არის დაკავშირებული, როგორი კონტაქტი გაქვს და რამდენად შეგიძლია მართო შენი სხეული და ენერგია. გონცა ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენ სტუმარი. ძალიან საინტერესო თემა იყო. გონცა ძალიან მინდა ჩვენი სპონსორის Sunflower-ის ყვავილები გადმოგცემ მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა, ულამაზესია. და ასევე ჩვენ მყავს მეორე სპონსორიც, მოკლედ ყვავილები და ღვინით გიშვებთ დღეს სახლში. ეს არის ისტორიის ღვინა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გემო და განსაკუთრებული დიზაინი. დიდი მადლობა, დასაჩუქრებულიც წავედი. მადლობა დიდი პირიქით შენ. მე კი მომდენო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.